სასტრაფო მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. ომმა კიდევ ერთი დონით აიწია მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ძალებმა ირანული დროშის ქვეშ მცურავი გემი შეაჩერეს და დაიკავეს პირდაპირი მოქმედებით ზღვაში, რაც ირანის რეჟიმთან დაპირისპირების ახალ ფაზას ხსნის. ამ ორშაბათს 2026 წლის 20 აპრილს რაც მოხდა, ნათელი იყო. ვაშინგტონმა გადაწყვიტა ძალის დემონსტრირება იმ დროს, როცა ჰორმუზის სრუტე გლობალური კრიზისის ცენტრში რჩება, ხოლო თეირანმა საპასუხოდ შურისძიებით დაიმუქრა. ამ ყველაფრის ცენტრში არიან შეერთებული შტატების საზღვაო ძალები, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია და ორივე მხარის პოლიტიკური ლიდერები. სად მოხდა ეს? რაიონში, რომელიც მდებარეობს არაბეთის ზღვის, ომანის ყულისა და ირანის ბანდარ-აბასის პორტისკენ მიმავალი მარშრუტის შორის, ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე წერტილში პლანეტაზე ენერგეტიკისა და ვაჭრობის თვალსაზრისით. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მიხედვით გამანადგურებელმა გემმა USS Spruance-მა შეაჩერა ტოსკას სახელწოდების გემი, როდესაც ის ირანის პორტისკენ მიემართებოდა. გემი დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იღებდა გაფრთხილებებს და რადგან არ დაემორჩილა, ამერიკელმა სამხედროებმა უბრძანეს ეკიპაჟს დაეცალათ სამანქანო განყოფილება და გახსნეს ცეცხლი, რათა გაენეიტრალებინათ გემის ძრავა. ამის შემდეგ საზღვაო ქვეითები ავიდნენ გემზე და აიღეს კონტროლი სატვირთო გემზე. როგორ განხორციელდა ეს? წინასწარი გაფრთხილებით გამანეიტრალებელი გასროლით და სამხედრო ბორტზე ასვლით. რატომ? იმიტომ რომ ამერიკული ოფიციალური ვერსიით გემი არღვევდა ირანის პორტებზე დაწესებულ საზღვაო ბლოკადას. ეს საკითხი ცენტრალურია, რადგან საქმე აღარ ეხება მხოლოდ მუქარას ან მკაცრ განცხადებებს. ეხლა უკვე იყო კონკრეტული ქმედება, ნამდვილი გასროლა და ამერიკული მხარის მიერ დაკავება. ეს ეპიზოდი არსაიდან არ გაჩენილა. 13 აპრილს თავად ცენტიკომმა გამოაცხადა, რომ დაიწყებდა საზღვაო მოძრაობის ბლოკირებას. Entrada e saída dos portos do Irã. ამამდე 11 აპრილს შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო ოპერაციები ჰორმუზის სრუტეში ნაღმების გასაწმენდად. აცხადებდნენ, რომ სურდათ კომერციული გზის უსაფრთხოდ გახსნა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ესკალაცია ნაბიჯ-ნაბიჯ შენდებოდა. პირველად იყო სამხედრო მზადება, შემდეგ ბლოკადა, შემდეგ მარშრუტის კონტროლი და ეხლა უკვე გემის დაკავება. ეს აჩვენებს, რომ კრიზისი მხოლოდ დიპლომატიური აღარ იყო. ღია დაპირისპირებაა იმაზე, ვინ აკონტროლებს რეგიონის ყველაზე სტრატეგიულ საზღვაო დერეფანს. ირანული მხრიდან პასუხი აგრესიული ტონით იყო მოცემული. როიტერსმა დააფიქსირა, რომ თეირანმა შურისძიება დააპირა და განაცხადა, რომ გემი ჩინეთიდან მოდიოდა. ამავე დროს პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკების რაკეტების მეორე რაუნდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თავად როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა განაცხადა, ახალ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მივირებთო. ამასობაში Associated Press-მა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ატმოსფერო შეირყა და ტრამპის მიერ გამოცხადებული დიალოგი ძლიერ გაურკვევლობაში აღმოჩნდა. როდის? ეს ზუსტად იმ დროს ხდება, როცა დიპლომატიური ფანჯარა მყიფე და მოკლე ჩანდა. ამიტომ ზღვაში მომხდარ შეჯახებას ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არა მხოლოდ აფართოებს ომს, არამედ შეიძლება გაანეიტრალოს ბოლო მცდელობა პოლიტიკური შეჩერებისა, სანამ ახალი შეტევების ტალღა დაიწყება. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს პრობლემის მასშტაბს. შაბათს ბრიტანულმა სააგენტომ UK-მა აცნობა, რომ ერთ-ერთ ნავთობის ტანკერს ომანის მახლობლად ორი კატერის მხრიდან, რომლებიც ირანის რევოლუციურ გვარდიას ეკუთვნოდა, ცეცხლი გაუხსნეს. ასევე იყო ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი საკონტეინერო გემი უცნობმა ჭურმა დააზიანა. ეს დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ მიმდინარეობდა ესკალაცია ზღვაში მანამდე, სანამ ტოსკას დააკავებდნენ. ეს იზოლირებული ინციდენტი არ არის არამედ ზეწოლის, ბლოკადის, მუქარისა და სამხედრო პასუხის თანმიმდევრობაა. როგორ მივიდა სიტუაცია ამ ეტაპამდე? ამერიკული ბლოკადის, ირანის გამკაცრებისა და ზავის სტაბილურ შეთანხმებად გადაქცევის წარუმატებლობის ჯამით. გზავნილი, რომელიც აქედან გამოდის, მკაცრია. შეერთებული შტატები აჩვენებს, რომ აპირებს შეინარჩუნოს ბლოკადა და რეალური ფასი დააკისროს მის გარღვევის ნებისმიერ ცდელობას. ირანის რეჟიმი კი ცდილობს რეაქცია და სიმტკიცე გატიდოს, მაგრამ ის უკიდურესად საშიშ ტერიტორიაზე შედის, რადგან ზღვაში ყოველი ახალი მოძრაობა შეიძლება უფრო დიდი თავდასხმის საბაბად იქცეს. უფრო მკაცრი პასუხი და მოლაპარაკებების საბოლოო კოლაფსი. მთავარი კითხვა მარტივია. ირანის რეჟიმი თამაშს აკონტროლებს თუ კონტროლს კარგავს? უახლესი ფაქტები მიუთითებს სიტუაციის სრული კონტროლის დაკარგვაზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ზეწოლის ქვეშ მყოფი ძალაუფლების სტრუქტურა გადაწყვეტს ითამაშოს პლანეტის მთავარი ენერგეტიკული არტერიით, შედეგი ხშირად სასტიკია. საკითხი მხოლოდ თეირანს შორის დაპირისპირება არ არის. ეს არის ჰორმუზის სტაბილურობა, გლობალური ენერგიის ღირებულება, სამოქალაქო გემების უსაფრთხოება და ირანის მოსახლეობის მომავალი, რომელიც უკვე ატარებს ომის, რეპრესიებისა და შიშის ტვირთს.
თუ ეს მარშრუტი კვლავ პოლიტიკური იარაღად დარჩება, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება კიდევ უფრო მკაცრი და ბევრად უფრო მასშტაბური იყოს. ასეშიც კი უკვე საუბრობენ ირანში სახმელეთო შეჭრაზე, რათა შეაჩერონ ეს ირანული საფრთხე.